თითქოს ბევრი დოკუმენტია შექმნილი იმისთვის, რომ ადგილებზე ახალგაზრდები საჭიროებები მოგვარდეს, მაგრამ რეალურად ეს არ ხდება. რეგიონებში შატალოზე რომ მიდიან ბავშვები, მიდიან, იმიტომ რომ ერთად სადღაც არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა გქონდეთ და სკოლა არ აძლევს პირველ რიგში ამ საინტერესოდ თანაცხოვრების საინტერესო ურთიერთობის შესაძლებლობას. 2 წლის წინ გამოვითხოვეს 64-ვე მუნიციპალიტეტი, თბილისმა არ მომცა 63-ვე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიები მუნიციპალური. ყველა არის იდენტური პრობლემატიკით, იდენტური ინიციატივებით, იდენტური სამოქმედო გეგმით. ახალგაზრდებზე როცა საუბრობთ, ხო, საუბრობთ მომავალზე და ხვალინდელ დღეზე და მათში უნდა ვხედავდეთ იმედს და როცა ახალგაზრდებთან მიმართებით ხდება ეს, რომ იქნება ახალგაზრდული სათათბიროები და მე იქ მყოფ ახალგაზრდებს ხედავთ საარჩევნო კამპანიებში ამ კანდიდატების უკან პარტიული დროშებით საშინელი სანახავია. შევქმნით რაღაცა პარტიული დანამატების სტრუქტურები, კომკავშირი, არაფორმალური, რომელიც გამოიყენება სწორედ იმიტომ, რომ პარტიას დაეხმაროს, როცა ის საჭიროა თანატოლებში მუშაობისთვის. 15 წლის გოგონა, რომელსაც ყველაზე მეტად უნდოდა, ყველაზე მეტად ჰქონდა ნიჭი, ტირილით მოვიდა და ვითხრა ძალიან გულწრფელად, რომ მამაჩემი საჯარო სამსახურში მუშაობს და უთხრეს, რომ თეატრალური სტუდიიდან თუ არ გამოვა შენი შვილი, სამსახურში პრობლემები შეგექმნება. 2022 წლის შემდეგ რადიკალურად არის შეცვლილი სიტუაცია. ეხლა რომ მოგვინდეს რაღაც სტუდიის გაკეთება და სექტემბერს მივიდეთ სკოლებში და უთხრათ, რომ ეს თეატრალურ სტუდიას ვაკეთებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ვინმე კიდევ ვიდეო მოვაჩვენოთ. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტების სერიას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების შესახებ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ ძალიან მტკივნეულ საკითხზე, რომელიც განსაკუთრებით უფრო მწვავედ დგას მუნიციპალიტეტებში, ეს არის ახალგაზრდული პრობლემები და ყველამ ვიცით, რომ ჩვენი რეგიონები, ჩვენი ქალაქები და სოფლები ძალიან იცლება ახალგაზრდობისგან და პრაქტიკულად არ არსებობს მექანიზმი მათი ადგილებზე დაკავების, არ არსებობს ის ინტერესთა სფეროები, რომელიც ამ ახალგაზრდებისთვის რაღაც პერსპექტივას შექმნიდა ადგილებზე. ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს გადავწყვიტე მომეწვია ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ საკითხებზე მუშაობის, თავად აქვს ბევრი რამ გაკეთებული პრაქტიკულად. და არის ძალიან კარგი მოქალაქე, რაც მთავარია. ეს არის ლაშა ჭხვიმიანი, შეხვედრის ადგილი დმანისი, ასე ქვია მის ორგანიზაციას და ვეცდებით, რომ რაღაცა მეტნაკლებად გავაანალიზოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტებში არის და იქნებ ვისაუბროთ იმაზეც, რა არის გამოსავალი, რამ უნდა დააკავოს ადამიანი ადგილზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა. ლაშა, მადლობა, რომ მოხვედი და მსტუმრობ. ძალიან რთული თემაა და ძალიან კომპლექსური, იმიტომ რომ მხოლოდ ახალგაზრდობაზე აქცენტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაარჩეს ადამიანი თავის საცხოვრებელ ადგილას, განვითარდეს, იპოვოს თავის საქმე, აკეთოს ამით თავიც ირჩინოს და თვითრეალიზებაც მოახერხოს, ხო? ძალიან კომპლექსურია და ამას სჭირდება ბევრი რამ. თუმცა თითქოს რაღაცნაირად სახელმწიფო სულ ცდილობს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. აი, მაგალითად, ჩვენ გვაქვს უამრავი სტრატეგია მიღებული. ჯერ კიდევ 2013-ში მთავრობამ დაუკვეთა და UNICEF-ს გააკეთებინა კვლევა ახალგაზრდობის შესახებ. შემდეგ 2014-ში მიიღო სტრატეგია. შემდეგ 2020 წლების კონცეფცია დაიდო. შემდეგ შეიქმნა მუნიციპალური კონცეფციებიც, სტრატეგიებიც, რომელსაც თითქოს მუნიციპალიტეტები უნდა გაყოლოდნენ. აი, ბევრი რაღაცა საკანონმდებლო ბაზაშიც რაღაც ცვლილებები შევიდა. თითქოს ბევრი დოკუმენტია შექმნილი იმისთვის, რომ ადგილებზე ახალგაზრდები საჭიროებები მოგვარდეს, მაგრამ რეალურად ეს არ ხდება.
როგორ ფიქრობ, შენ აი დმანისიდან ხარ, გაქვს ურთიერთობა ადგილობრივ ახალგაზრდულ ჯგუფებთან, არა მხოლოდ შენთან, ახლა ხან ქონდა პროექტი კახეთში. როგორ ფიქრობ, რა არის მიზეზი, ძირითადი, რის გამოც ახალგაზრდებს არ უჩნდებათ სურვილი პირველი ჩაერთონ ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში, იყვნენ აქტიურები, იყვნენ ინტერესიანები, შეძლონ თავისი საქმის კეთება და არ მოუწიოთ საკუთარი სახლის დატოვება. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ესეთი მნიშვნელოვან თემაზე, რომ ეძლევა შესაძლებლობა ვისაუბრო. მადლობა თქვენი პროექტისთვის. უკვე ნახეთ თქვენი პირველი პოდკასტი და ძალიან საინტერესოა და საჭირო და სასარგებლო ამ პოდკასტების მოსმენა თქვენი სიუჟეტებისთვის. მადლობა. ხო, ერთია დოკუმენტებზე რა გვაქვს და მეორეა პრაქტიკაში რა გვაქვს და რა მაგალითებს ხედავთ დმანისში ცხოვრობ დმანისში დაბადებული გაზრდილი ვარ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დმანისში დავბრუნდი და იქ ხედავ ადგილზე რაც ხდება აქტიურად ახალგაზრდებთან შეხება 2000 ახალგაზრდებთან ეს მოზარდებთან სკოლის უფროსკლასელებთან ურთიერთობა დავიწყე 2019 წელს დმანისის სახელმწიფო თეატრში ვიყავი მაშინ და გქონდა თეატრთან არსებული სტუდია უფროსკლასელებისთვის 14 წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სპექტაკლი ამ სტუდიაში თავად ახალგაზრდებისგან წამოვიდა სურვილი, რომ მათ პრობლემებზე ყოფილიყო სპექტაკლი და მივედით ბოლოს იქამდე, რომ ტექსტიც ჩვენ თვითონ და შეგვექმნა ამ დადგმისთვის. მაგრამ ტექსტის შესაქმნელად დაგვჭირდა რაღაცა გამოკითხვასავით, კვლევასავით ჩაგვეტარებინა და ამ ახალგაზრდებამ 10-მდე ახალგაზრდა იყო სპექტაკლში მონაწილე. გამოკითხეს 200-მდე თავიანთი თანატოლი. და აღმოაჩინეს, რომ ამ 200-დან თითქმის არავის, ალბათ 10 მოზარდი თუ იყო, თითქმის არავის არ უნდოდა დმანისში დარჩენა, არ წარმოედგინა საკუთარი მომავალი დმანისში და არ თვლიდა საკუთარ მომავალს წარმატებულად, თუ ის ისევ დმანის დაუბრუნდებოდა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ. ამის რამეს ასახელებდნენ რა იყო ამის შემდეგ უკვე დაიწყეს კვლევის მეორე ეტაპი ამ ახალგაზრდება და ისევ მივიდნენ ამ ახალგაზრდებთან თავიანთი სკოლის მოსწავლეები გამოკითხეს თავიანთი თანატოლები უფროსკლასელები და კითხეს აი რა გინდათ დმანისში იყოს რომ არ გაიქცეთ აქედან 10 სურვილი შეგიძლიათ ჩამოწეროთ ვითომ შეგვიძლია ხვალვე ეს სურვილები ავახდინოთ ამ 200 ახალგაზრდამ ეს სურვილები ჩამოწერა. ძირითადად ხო გამოიკვეთა რომ ეს ახალგაზრდები განიცდიდნენ ესეთი საჯარო სივრცეების არსებობას, როგორც არის მაგალითად კინოთეატრი, საჯარო გასართობი თეატრი, კაფე, წიგნების მაღაზია და მე რომ ვესაუბრებოდი ახალგაზრდებს, ყველა პირველი ამბობს, რომ აქ ვერ ერთობიან, გარდა იმ რუტინისა, რასაც ქვია სკოლა, სახლი, იმის იქით, რომ იცხოვრონ და ხო საინტერესო იყოს მათი ცხოვრება. რეგიონებში შატალოზე რომ მიდიან ბავშვები, მიდიან, იმიტომ რომ ერთად სადღაც არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და მიდიან ან ტყეში, ან მდინარეზე, ან ბუნებაში, რომ ერთად სადღაც საინტერესოდ გაატარონ დრო და სკოლა არ აძლევს პირველ რიგში ამ საინტერესოდ თანაცხოვრების, საინტერესო ურთიერთობის შესაძლებლობას არც აქვს სკოლას იმის შესაძლებლობა და უშუალოდ ქალაქის სკოლებში თუ არის შესაძლებლობა, რომ ერთად კინოთეატრში წავიდნენ, მუზეუმში წავიდნენ, თეატრში წავიდნენ და მათი გაკვეთილები უფრო რაღაცა არაფორმალურ ნაწილში გადავიდეს და მერხს მოწყდეს, ამის შესაძლებლობაც არ აქვს. მოკლედ ამ გამოკითხვის შედეგებზე აეწყო ეს სპექტაკლი, დაიდგა სპექტაკლი, სადაც ეს ოცნებები იყო სპექტაკლის რაღაც მთავარი ღერძი და ამ ახალგაზრდება COVID პანდემია 2020-ში იყო პრემიერა
2020-ში, როცა თეატრები ჩაიკეტა და მხოლოდ ღია სივრცეებში შეგვეძლო. მახსოვს, რომ ეხლა უნდა მოვყვია ეს ისტორია რა. ერთ დღესაც ბოდიში რო გაწყვეტინებ, ვზივარ მანქანაში, მივდივარ სადღაც რომელიღაც რეგიონში ტრადიციულად და ერთადერთი იქ იმ მომენტში იჭერდა საზოგადოებრივი რადიო. და ვისმენ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ახალგაზრდა ბიჭის, წარმოდგენა არ მაქვს რა თქმა უნდა. თან რო გადავრთე, უკვე დაწყებული იყო და ვერც მივხვდი ვისე იყო, მივხვდი რომ იყო დმანიცზე, მივხვდი რომ იყო თეატრზე და აღმოვაჩინე რომ ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მელაპარაკებოდა რადიოდან, თავის აი ამ პატარა მეგობრებთან ერთად, სწორედ COVID პანდემიის დროს დადიოდა სოფელ-სოფელ და ღია სივრცეში აი ამ სპექტაკლს ატარებდა იმისთვის რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ენახათ და მე ვიყავი აღფრთოვანებული, მაშინ გავიგე, სწორედ აი ამ რადიოთი რომ ლაშა არსებობდა თავისი აი ამ პატარა თეატრით და პატარა სპექტაკლით აი ესეც სისხივად გამოჩნდა უცებ მთელ ამ მანში. შემოიარეს 10-ზე მეტი სოფელი და სპექტაკლი იყო ინტერაქტიული მაყურებლის ჩართულობას ითვალისწინებდა იმ ახალგაზრდებს რა კითხვებიც დაუსვეს ამ სპექტაკლშიც ეს კითხვა ჟღერდა და იქ მაყურებელს ეკითხებოდნენ. მახსოვს რომ ყველგან მივდიოდით იმ პრობლემამდე, რატო იცლება რეგიონები, მივდიოდით იმ პრობლემამდე, რომ სამშობლო ადგილები არ არის. არის მხოლოდ საჯარო სამსახურები, ერთადერთი კერძო ორგანიზაცია არის RMG, რომელსაც გაორმაგებულად აქვს ის პრობლემა იქ მუშაობას, რაც საჯარო სამსახურში მუშაობას აქვს და დანარჩენი არ არის არანაირი შესაძლებლობა, რომ დმანისში დარჩე, იმუშაო, იქ იცხოვრო. და ყველა სოფელში ამ პრობლემაზე საუბრობდნენ, რომ არ არის სამუშაო ადგილები. კი ვერ ერთობი და ვერ მუშაობ. მაშინ რა გინდა, ხო, მაშინ არ გაჩერდები. ხო, ეს იყო ესეთი პირველი შეხება ამ სპექტაკლით, რაც ახალგაზრდებთან მქონდა. ლაშა, იცი რა მინდა გკითხო? როდესაც შენ აი გადაწყვეტე რომ ეს ახალგაზრდები მოგიკრიბა, მარტივად შეძელი მათი დაყოლიება, მათი შეკრება, იმიტომ რომ აი როცა კვლევაზე ამ სახელმწიფო კვლევებზე ლაპარაკობდი, მაგალითად UNICEF-ის კვლევაში წერია რომ 10% იყო მხოლოდ ჩართული 13 წელს და მე თუ მკითხავ ძალიან ისეთი არარეალურად მაღალი რიცხვიც კია. მიუხედავად იმისა, რომ 90%-ს ქონდა სურვილი, რომ ის ყოფილიყო გარკვეული პროცესების, რაც მათ უკავშირდებოდათ, თანამონაწილე და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული. მხოლოდ 10% აკეთებდა ამას. შემდეგ ერთი წლის თავზე, როდესაც უკვე სამთავრობო კვლევა გაკეთდა და სტრატეგია შემუშავდა, იქ ხედავთ, რომ 4%-ით კიდევ უფრო ნაკლები იყო და 6% იყო მხოლოდ ახალგაზრდებისა, რომლებიც გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებში გარკვეული პროცენტით მონაწილეობდნენ. ძალიან დაბალი რიცხვია, ხო? ამიტომ გეკითხები, შენ რამდენად გაგიჭირდა ეს? იქნებ პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფო არასწორად უდგება ახალგაზრდებთან ურთიერთობას და ეს რიცხვიც ამიტომ არის ასეთი დაბალი. ჩვენი სპექტაკლი იყო 2019 წელს. 2019 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. მე როცა უკვე თეატრში არ ვიყავი და არასამთავრობო ორგანიზაციაში 2022 წელს ისევ დავაფუძნეთ სტუდია. 2022 წელსაც კი სხვა სიტუაცია იყო. 2022 წელს ამ სტუდიაში დარეგისტრირდა 100-მდე ახალგაზრდა, რომლებიც რა თქმა უნდა მე ბუნებრივად თვითონ რაღაც სხვა წარმოედგინათ, სხვა ხდებათ და ბუნებრივად გამოეთიშენ, მაგრამ 2022 წლის შემდეგ
აი რადიკალურად არის შეცვლილი სიტუაცია. ეხლა რომ მოგვინდეს რაღაც სტუდიის გაკეთება და სექტემბერს მივიდეთ სკოლებში და უთხრათ რომ ეს თეატრალურ სტუდიას ვაკეთებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ძალიან ეჭვმეპარება რომ ვინმე კიდევ მოვა ჩვენთან. იმიტომ აი ამ სტიგმატიზაციის, ამ საკანონმდებლო ბაზის, ამ პროპაგანდის შედეგია ეს. კი, რა თქმა უნდა. ეს ჩვენი სტუდია არასამთავრობო ორგანიზაციაში ყერაც ფუძნეთ ისე დაიშალა, დღეს 7 ბავშვია დარჩენილი, ისე დაიშალა, რომ სპექტაკლის დადგმაც კი ვერ მოვასწარით. ბავშვები ძალიან უცნაური მიზეზებით უცებ მიდიოდნენ სტუდიიდან. ბოლო შემთხვევა იყო ძალიან გულწრფელად ერთი გოგო, 15 წლის გოგონა, რომელსაც ყველაზე მეტად უნდოდა, ყველაზე მეტად ქონდა ნიჭი, რომ თეატრალურ სფეროს გაყოლოდა, ტირილით მოვიდა და სტუდიაში ბავშვების თვალწინ ტიროდა ისე გვითხრა ძალიან გულწრფელად, რომ მამაჩემი საჯარო სამსახურში მუშაობს და უთხრეს, რომ თეატრალური სტუდიიდან თუ არ გამოვა შენი შვილი, სამსახურში პრობლემები შეგექმნება. და რა ვქნაო მამაჩემიო, მთელი ცხოვრებაო ამ სამსახურშიო და ვერ გაუკეთებ მამაჩემს ამასო. დედაჩემმა მითხრა, აი არჩევნები მოდი დაველოდოთო, იქნებ უკეთ იყოს საქმეო და მე გააგრძელებო. აი ასე ჩამოგვაშორეს ახალგაზრდები. ხო, აი როცა ლაპარაკია ხოლმე რომ უიმე რას ლაპარაკობთ, აი გამჭვირვალობას უწყობთ ჩვენ ხელს და რაღაცა მსგავსი ბოდვითი ამბები. სინამდვილეში ჩვენ თბილისში კიდევ ვერ გვგზნობთ აი თბილისური ორგანიზაციები, იქ შეიძლება პროექტები აღარ გქონდეს რაღაც ეტაპზე გაჩერდე, რა თქმა უნდა რთულია განსაკუთრებით პატარა ორგანიზაციებისთვის, მაგრამ გაცილებით რთულია ეს რეგიონებისთვის. გაცილებით მძიმე დაისახა მთელი ეს პროპაგანდა რეგიონებში, იმიტომ რომ განა არიციან მუნიციპალიტეტებში, რომ ჩვენი საჭიროება მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრ საქმეს ვუკეთებდით მათ. იქნებოდა ეს შენი ტიპის პროექტები თუ კვლევითი მხარდაჭერა, მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვა თუ რა ვიცი, ნებისმიერი რამე, რასაც ჩვენ რეალურად თანამშრომლობით ადგილობრივ თვითმმართველობასთან ვაკეთებდით. და პლუს ამას აი ეს ასეთი ტიპის ინიციატივები, როგორიც შემქონდა და როგორიც ბევრ სხვა მუნიციპალიტეტში ქონდათ ადამიანები, ეს აბსოლუტურად მოხდა. ვისაც კი ველაპარაკები რეგიონებში, ახლა კახეთში ვიყავი, იმერეთში ვიყავი, ყველგან ერთი და იგივე პრობლემა დგას, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავამთავრეთ მუშაობა, ადამიანები, ბენეფიციარები, რომლებიც წლობით ყვავდა და რომლებიც ჩვენი მხარდაჭერით ზოგს სამსახური ქონდა, შემოსავალი ქონდა, ჩართული იყო, ყველაფერი დამთავრდა, ეს ადამიანები დარჩნენ უფუნქციოდ. და ეს კიდევ უფრო გულსატკენია, როცა ეხება ახალგაზრდას, იმიტომ რომ მას ჯერ კიდევ რაღაც სიმედი აქვს. აბსოლუტურად გულწრფელი, აბსოლუტურად სუფთა, საერთოდ არ აინტერესებს ჩემი და ხელისუფლების დამოკიდებულება, მით უფრო რომელიმე პარტიების ერთმანეთთან კიშბი. საერთოდ არ აინტერესებს იმას აინტერესებს ის როგორ გარემოში ცხოვრობს და რისი კეთება უნდა. და ეს მოусპეთ. და ამ ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო შექმნა ალტერნატივები, ანუ თუ ჩვენ არ ვართ, შექმნა ალტერნატივები ახალგაზრდობის სააგენტოს ჩართულობით, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია ახალგაზრდული მერიის სათათბიროები, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები, ასეთი არის დმანისშიც. და საინტერესო რა არის, იცი, ბოდიში გაწყვეტინებ, როდესაც მრჩეველთა საბჭოებზეა ლაპარაკი, მაგალითად თვითმმართველობის კოდექსში ცოტა ხნის წინ შეიტანეს ცვლილება და მრჩეველთა საბჭოებიდან არასამთავრობო სექტორი ამოაგდეს. და აბსოლუტურად სტერილური გახადეს ისედაც სტერილური და ფორმალური აი ეს მრჩეველთა საბჭოები. ხო, იმაზე მრჩეველთა საბჭოებზე მათ შორის ახალგაზრდულიც ასეთია, ახალგაზრდებზე როცა საუბრობთ, ხო, საუბრობთ მომავალზე და ხვალინდელ დღეზე და მათში უნდა ვხედავდეთ იმედს და როცა ახალგაზრდებთან მიმართებით ხდება
ეს, რომ იქნება ახალგაზრდული სათათბიროები და მე იქ მყოფ ახალგაზრდებს ხედავთ საარჩევნო კამპანიებში ამ კანდიდატების უკან პარტიული დროშებით საგაკვეთილო საათებში და ამაზე დირექტორები არ ღელავენ და დაუშვათ ღელავენ, როცა ახალგაზრდები არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობებში ერთვებიან, იქ უცებ დირექტორები გამოხტებიან ან კომენტარებით ან რაღაც და ამის პარალელურად პარტიული დროშებით, პარტიული მაიკებით საგაკვეთილო საათებში ეს ახალგაზრდული სათათბიროს წევრები, რომ ესე კანდიდატებს ამ საპარლამენტო არჩევნებზე, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ეს კამპანიის დროს სოფელ დაყვებოდნენ პარტიის დროშებით ეს ახალგაზრდები. იმის ნაცვლად რომ ხო, ანუ ეს საშინელი სანახავია და აკეთებენ აქტივობებს, ესე რამდენიმე წელი ეს ახალგაზრდები აკეთებენ ასეთ გასართობ აქტივობებს, წუწაობა, რაღაცა ფილმის ჩვენება, რაღაცა კლუბური საღამო არ მახსოვს, აი რამდენი წელია, ზუსტად არ მახსოვს, ბოლო 5 წელი და 4-5 წელი, რაც არსებობს ეს სათათბიროები, არ მახსოვს ამ სათათბიროს ესაუბრა ახალგაზრდების პრობლემებზე. თმანიში აიღეს სივრცე ყოფილი ბაღის შენობა, რომელიც გარემონდა და უბრალოდ საჭიროება არ იყო იმ ბაღის და ეს სივრცე დაუთმეს ამ ახალგაზრდულ სათათბიროს დაარქვეს ახალგაზრდული ცენტრი, მედიათეკა, თუ არ ვცდები. ესე იგი მიდის მოასფალტებული გზა ამ შენობამდე, ოღონდ ცენტრიდან ნაკლებად პოპულარული გზით, პირდაპირ ცენტრიდან არ აქვს მისასვლელი და დაიხარჯა 260,000, რომ ცენტრიდან უფრო ადვილად მივიდეს ამ შენობამდე მისულიყო გზა. როცა 260,000-ად, ხო, როცა ამის პარალელურად ეს ახალგაზრდები სოფლებში, ხო, ყოველ დღე სოფლის შიდა გზები არსად არ არის მოწესრიგებული და სოფლის შიდა გზებზე მუდმივად არის ტალახი. აი ეს ტალახში და უბედურებაში დადიან სკოლებში ამათი თანატოლები, ვინც ამ ახალგაზრდულ სათათბიროში არის და უცებ 260,000 იხარჯება იმისთვის, რომ უფრო ადვილი გზა მივიდეს, ისედაც რომ მიდის გზა, ხო, უნდათ უფრო მოკლე ადვილი გზა მივიდეს და ეს ახალგაზრდები ხო აი მაგალითით ჩანს, რომ არ თავენთი თანატოლების ახალგაზრდების პრობლემები წესით უნდა იკვლევდნენ და უნდა მიქონდეთ მერიაში და უნდა ადვოკატირებდნენ მათ საჭიროებებს, ამას არ აკეთებენ. მე 2 წლის წინ გამოვითხოვე 64-ვე მუნიციპალიტეტი, თბილისმა არ მომცა, 63-ვე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიები მუნიციპალური. ამაში აი შენ რო წაღან ახსენე ახალგაზრდობის სააგენტო. ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით და თანამშრომლობით გააკეთა ყველა მუნიციპალიტეტმა. აი რომ გადახედო ყველას, ყველა არის იდენტური პრობლემატიკით, იდენტური ინიციატივებით, იდენტური სამოქმედო გეგმით. ანუ სააგენტომ შექმნა რაღაცა დრაფტი, რომელიც თავად ჩატარებული კვლევა რაც ჰქონდა, ის დააკოპირა 63-ჯერ, შემდეგ შეცვალა მუნიციპალიტეტის დასახელება, სოფლების დასახელება, მინიმალური რაოდენობები, დაარქვეს ამას მუნიციპალიტეტებმა სტრატეგია და ამ სტრატეგიით უნდა იმუშაონ. რომ ჩავხედე ერთადერთი რაც სტატისტიკური მონაცემები აქ შემხვდა, არის ჯამური რაოდენობები და გენდერულ და ასაკობრივ ჭრილში ჩაშლა. მეტი აბსოლუტურად არა, შეშინო პირები იქნება იქ რაღაცა ნებისმიერი მოწყვლადი ჯგუფი, რაც კი შეიძლება იყოს, თან ეს არ არის, ხო, მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე იქ არის 15-დან 30 წლამდე ასაკობრივ ზღვარშია. უამრავი სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, რომელთა შესახებ ინფორმაცია უნდა კონდეს მუნიციპალიტეტს, თუ რეალურად უნდა რომ იმუშაოს. და ცხადია რაღაცა გაიდლაინი რაც იყო დაწესებული, აი რაც იუნისეფის კვლევაში თავდაპირველ 2013-ის კვლევაში გვხდება და ცხადია რომ ეს მნიშვნელოვანია, თქვათ იქ როგორია თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, რა თქმა უნდა დასაქმებაც ჩართულ ყველაფერს მოიცავს, მაგრამ მე რო გადადიხარ სამოქმედო გეგმაში,
იქ იმდენად აცდენილია თუნდაც იმ პრობლემატიკას, რაც ამ სტრატეგიაში წერია, რომ მე არ ვიცი, აზრი არ აქვს ასეთ სტრატეგიების წერას, ხო? და ეს ახალგაზრდული საბჭოებიც რეალურად სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველას მითითება მისცეს, რომ მოდი ახლა შევქმნათ ახალგაზრდული საბჭოები და აი სადღაცას ბოდიში ჟარგონი დავწიჭკავთ, რომ ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს შესრულებული. და სინამდვილეში შევქმნით რაღაცა პარტიული დანამატები, სტრუქტურები, კომკავშირი, არაფორმალური, რომელიც გამოიყენება სწორედ იმიტომ, რომ პარტიას დაეხმაროს, როცა ის საჭიროა თანატოლებში მუშაობისთვის. მეტი ფუნქცია მას არ აქვს. შენ და რა გამახსენდა ახლა თეთრ წყაროს кейსი მაგალითად, ხო? ერთია შენ რაც გადახდა ბოლო წლებში, ანალოგიური გადახდა თეთრ წყაროს ჯგუფსაც, ხო, როდესაც მუნიციპალიტეტიდან ჰქონდათ ნაქირავები ფართი და გამოყარეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაუმორჩილებლები აღმოჩნდნენ მუნიციპალიტეტისთვის. ასეთ შემთხვევებში საბაბით რომ იქ რაღაცის გაკეთებას აპირებდნენ და დღემდე არაფერი არ არის გაკეთებული, ხო, რა თქმა უნდა. დაწყებული არ არის. შენ ქონდა ცოტა ხნის წინ შეხება კახეთისკენაც კიდევ განსაკუთრებულად სათუთ თემთან, ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებთან, რომელთა შესახებ ბევრი არც არაფერი ისმის ხოლმე და საერთოდ არსებობენ თუ არა, მათი არსებობაც კი რეალურად არ ვიცით. მათ კიდევ თავისი საჭიროებები აქვთ სავარაუდოდ. რა აღმოაჩინე იქ კიდევ განსხვავებული, რაც არ ჩანს მთლიანად ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. ხო, იორმუღანლოს ხმა ასეთი პროექტი იყო, 15 სიუჟეტი მომზადდა იორმუღალოს პრობლემებზე. ბოლოს გავაკეთეთ პოდკასტი, სადაც შევაჯამეთ ეს პრობლემები და ამ პოდკასტში საუბრობდით, რომ ეს თვითოული პრობლემას ხო მაინც მივყავართ აი ცენტრამდე, ხო, რომ ეს რაღაც ცენტრალური სისტემის პრობლემამდე მივყავართ. წყალი იქნება, გზა იქნება, გაზი იქნება, თუ რა იქნება, მივყავართ სისტემურ პრობლემამდე და თითქოს აზრს კარგავდა მე ამ ასე დაწვრილმანება პრობლემებზე გარდა იმისა, რომ უბრალოდ როცა კონკრეტულ პრობლემაზე საუბრობ, ნათლად ხედავ და ცოცხლად ხედავ ხალხი რაში ცხოვრობს, რომ სახურავებიდან მოგროვებულ წყალს ხმარობენ და კილომეტრები უწევთ გაიარონ უტრანსპორტობაში და უგზოობაში, რომ სასმელი წყალი მოიმაროგონ. დანარჩენია ისე მარნეულშიც იგივე სიტუაცია, დმანისშიც, სანიაღვრეთ არხებიდან აგროვებენ წყალს, რომ რაღაც მოიხმარონ და წვიმის წყალს ელოდებიან, რომ დაილექოს ის მოგროვებული წყალი და იმას იყენებენ ჭურჭლის გასარეცხად და ასე შემდეგ. და როცა ესე კონკრეტულად უღრმავდები ამ პრობლემებს, აი ნათლად ხედავ თბილისში, რომ რამდენიმე საათით შეწყდება წყალი და ერთი ამბავია ადამიანები რეგიონებში მთელი ცხოვრება ამაში ცხოვრობენ და ამას ემატება ის უბედურება, რომ ამ ყოფას არიან შეგუებულები. კიდევ მეტი უბედურება ისა, რომ შენ ეგუები, შენ თვლი, რომ ეს არის ნორმალური და თან არც იცის ვის უნდა მიმართოს. კი, რა თქმა უნდა, ეს მიმართავს მერიას, მერია ეუბნება ჩემი საქმე არა, თუ მისი საქმე არა, აბა ვის საქმეა. ჩვენ აი კონკრეტულად წყალმომარაგების სიუჟეტში ამბობს მერიას რომ უთხარითო რომ წადი და გააკეთეთ. აი მე მაგალითად რაჭაში მაქვს სოფელი და ერთ ზამთარს 88 ადგილას გადავაბით ჩვენ და ჩვენმა მეგობრებმა ეს დაწყვეტილი და დაგლეჯილი მილები რომ წყალი წამოსულიყო. რა ვიცი რაჭაში ზამთარი ხო წარმოგიდგენია როგორი 88 ადგილას. ამ თემებზე ჩვენს რამდენიმე პოდკასტში ვილაპარაკეთ, რატო არ იქნება არასოდეს ამ სისტემაში, სოფლებში წყალი. არ გვექნება და მე მგონია, რომ ბევრი ინფორმაციას მიიღებ და ამ თემებით დაინტერესებული ადამიანი, ვინც ამ პოდკასტებს შეხედავდა და შეხედავს მერეც. თავად ახალგაზრდები რამდენად აქტიურად შეძელით, რომ შემოგეყვანათ ამ პროცესში? ახალგაზრდები ისე ვის ახალგაზრდები ვინც აქტიურები იყვნენ ისე რომ ახალი ახალგაზრდები გამოჩნდნენ და
ახალი სახეები გამოჩნდნენ, არა ისე იქ ადგილობრივი ორგანიზაციაში ვინც ახალგაზრდები აქტიურები იყვნენ, ის ახალგაზრდები იყვნენ ჩართული ამ სიუჟეტების მომზადებაში, რესპონდენტების მოძიებაში, ძალიან კარგი ჟურნალისტების გუნდი ასწავლიდა ამ ყველა ეტაპს, რესპონდენტები როგორ მოეძიებიანათ, როგორ გაეკეთნენ, როგორ ინტერვიუები როგორ ჩაეწერათ, მონტაჟი როგორ უნდა მომხდარიყო, შეიქმნა ახალი სოციალური ქსელი Facebook გვერდზე და TikTok-ზე და ამ სამი თვის შემდეგ ეს პლატფორმები დარჩათ ამ ახალგაზრდებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები გააგრძელებენ დამოუკიდებლად ამ საქმიანობას და ამ პლატფორმებს კიდევ უფრო განავითარებენ, იმიტომ რომ ის მოდეს ეს ხმა რეგიონში ხო მედია ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რიგითი მოქალაქეების ხმა ისმოდეს, რაღაცა მაინც და მაინც რაღაც სენსაციური არ უნდა მოხდეს, რომ ცენტრალურმა მედიებმა გააქვთ. ეს პატარ-პატარა მათი ყოველდღიური პრობლემებიც რო ისმოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მქონდა ასეთი პროექტი უფასო ტაქსი, სადაც დმანისში რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყო, ხო, მახსოვს, ეგ ძალიან საინტერესო ისტორიაა, კი. უფასოდ ემსახურებოდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ სოფლიდან ქალაქში და ქალაქიდან სოფელში გადაადგილება მარტივად შეძლებოდათ, იმიტომ რომ ტაქსის დაქირავება უწევდათ და ტაქსის ღირებულება 10 ლარიდან სოფლის სიშორის მიხედვით 50-60 ლარამდე ადიოდა და ამ ტაქსში ძალიან არაფორმალურ გარემოში ვიწერდით მგზავრობას და ამ არაფორმალურ გარემოში ძალიან გახსნილად მათ ყოველდღიურ პრობლემებზე საუბრობდნენ და ამას ჰქონდა გამოხმაურება და ინტერესი როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე თვითმმართველობის მხრიდან. მახსოვს, რომ ერთმა ქალმა შენი ტაქსით მოაგვარა ბოლოს პრობლემა იმდენი ლაპარაკა, ხო? პრობლემა მოაგვარა, იმიტომ რომ რაღაც ახალ გაყვანილობას რო აკეთებდნენ დაუზიანეს და ის წყალი ვერ მოდიოდა შესაბამის რაოდენობით, რომ სარეცხი მანქანა ემუშავებინა და ამ ქალს ყოველდღე მცირეწლოვანი შვილები ყავდა და შვილიშვილები და უწევდა რომ თავის ძმასთან წაეღო სარეცხი, რომ იქ სარეცხი მანქანით გადა და ძალიან ეს 10-მდე მგზავრობა გქონდა, მე ერთ გადაცემაში დავამონტაჟეთ და რო ნახესო შაბათს გადაცემა კვირას მოვიდნენ და მომიგვარის პრობლემაო თან მანახესო ლეპტოპი გამიშალეს, მანახესო ეს რატო ლაპარაკი მოვიდოდით და 6 თვე დავდიოდიო და არ მოხვედით ამის გარეშე. ხო, აი ეს ძალა აქვს რეგიონებში ადგილობრივ მედიას, რომელსაც ასევე ძალიან უჭირს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. და ადგილობრივ აქტიურ მოქალაქეებს. ეს ეფექტი აქვს სინამდვილეში. კი, ყველა ჩვენი პროექტი ხო არასამთავრობო ორგანიზაციების რას ემსახურებოდა ხალხის გააქტიურებას, ხალხის ჩართულობას, ეს სპექტაკლით იქნებოდა პრობლემებზე ლაპარაკი, კინოჩვენებით, პეტიციით, თუ რაღაც საკრებულოს ხდომებზე დაწერებით, მთელი მიზანი იყო, რომ ეს ხალხის ჩართულობა, ხო, თვითმმართველობებში ხალხის მონაწილეობა გაზრდი იყო ყველა ჩვენი პროექტი სხვადასხვა ფორმით ამას ემსახურებოდა და ეს უქმნიდა პრობლემებს, ეს პრეცედენტები, რომ მაგალითად დმანისში პეტიცია შევიდა და პეტიციის შედეგად მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ხედავს, რომ ნახეთ, შედეგს იღებს ჩვენი აქტიურობა და მოდი ჩავერთოთ, ვიაქტიუროთ, რომ ჩვენს პრობლემებს და არა ის, რომ რა აზრი აქვს, მე რა შუაში ვარ, ეს ამ განცდის ქვეშ უნდა ყავდეთ. კი, ყველა მუნიციპალიტეტში თუ სწორად მიუდგები ადამიანებს და თუ სწორად დაანახებ შესაძლებლობებს არის შედეგები და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პრაქტიკის მაგალითები მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორ შეძლეს ადგილობრივმა მოსახლეობამ გარკვეული პრობლემების მოგვარება, როცა გახდა აქტიური. აი, როცა ვლაპარაკობთ თვითმმართველობის და ხალხის ურთიერთობაზე, სწორედ ეს მგონია პრობლემა, რომ თვითმმართველობა იმდენად შეზღუდულია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების საკითხში, რომ მას ეშინია ხალხთან ურთიერთობის, მას ეშინია დამოუკიდებელ ახალგაზრდულ ჯგუფებთან ურთიერთობის, მათ აღიქვავს მტრად, კრიტიკას აღიქვავს მტრობად და ეს არის ყველაზე უფრო პრობლემური, მე თუ მკითხავ. რეალურად აი შენი იგივე მოდის ჩვენ მუნიციპალიტეტის მერს აქვს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ნათქვამი, რომ
როცა თავიდან რაღაც კარგად თანამშრომლობდა და ესენი საჯაროდ აქებდნენ, მოდი შემარ ნუმაქებთო საჯაროდ, იმიტომ რომ ამის გამო მე საყვედურობენო. ხო არა? და აი ეს ზუსტად ეს შიში და კონტროლი ცენტრიდან რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხალხთან ურთიერთობა, მათთან ერთად თანამშრომლობა, ერთად შექმნა აკრძალული აქვთ. ხო, თანამონაწილეობა იმ დამოუკიდებელ რაღაცა ადამიანებთან ერთად რაღაც დასჯადი გახდა, თუ არ არის ის ან თავისი კომკავშირელი, ან თავისი პარტიული მუშაკი, ან საჯარო მოხელე, იმის იქით არავისთან ურთიერთობა არ უნდა ქონდეს. ამ დროს პრობლემები ისე დახვდნენ, ისეთი რეაქციით დახვდნენ საკრებულოში ჩვენი პეტიციის განხილვას, რაღაც ჩვენს დროს მოგინდათო ამ პეტიციის შემოტანაო, პირველი იყო ისტორიაში, თვანის ისტორიაში ჩვენი პეტიცია და გაუცებული დარჩი მეთქი პირიქით უნდა გიხაროდეს დროს სწორედ თქვენი მართლობის დროს დაიწყო ხალხმა ჩართულობა და თანამონაწილეობა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში თქო და ძალიან აგრესიულად დახვდნენ რომ რაღაც ჩვენ დროს მოგინდათო იმიტომ რომ ეს პრეცედენტები არ მოხდეს. აი თვითმმართველობის კოდექსში ეს მოქალაქეთა მონაწილეობის თავი რომ ჩავწერეთ მიუხედავად იმისა რომ მე თუ მკითხავ ძალიან მინიმალურია იქ სავალდებულოდ დადგენილი ნორმები. კიდევ უფრო მეც გავაკეთებდი. ესეც კი მათთვის ტვირთი აღმოჩნდა. იმდენად დიდი ტვირთი, რომ არავის გაგონება არ უნდა და ცდილობენ ყველაფერი გააფორმალიზონ, არაფერში გადაწყვეტილება არ მიიღონ არაფერზე, თვეები გაწელონ ამ პეტიციებზე პასუხები, ნებისმიერი რამე გააპრობლემონ, ოღონდ არ ქონდეთ ადამიანებთან ურთიერთობა. არის და ამ დროს პირიქითაა ხო რაც უფრო მეტად ყავს ჩართული ადამიანები, მით უფრო მაღალია კმაყოფილების ხარისხი. ამას როგორ ვერ მიხვდნენ და რატომ ვერ დაიჯერეს და რატომ ემორჩილებიან ასე ვერტიკალურად იმაშიც კი, რაში მორჩილებაც საერთოდ შეიძლება სავალდებულო არც კი იყოს მათთვის, ხო ვიღაცა ასე თავზე არ ადგას ცელით და არ ეუბნება რომ არა ეს არ გააკეთო, მხოლოდ ეს გააკეთე. დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ამ მუნიციპალიტეტებშიც არის ხო გამონაკლისები, ვინც აბსოლუტურად დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს და აკეთებდა იმას, რაც საჭიროდ მიაჩნდა და თანამშრომლობდა არაჩვეულებრივად. და აი ბოლო წლებში რაღაც თვით შეზღუდვებს უფრო მეტად ვხედავ, ვიდრე შეიძლება ეს ცენტრიდან მოდიოდეს. და ეს კიდევ უფრო გულდასაწყვეტია, როცა ჩემს ხელისუფლებას ეხება. ხელისუფლებას, რომელთან ერთადაც მე ჩემს ადგილობრივ პრობლემებს უნდა ვაგვარებდე. და კიდევ უფრო გულდასაწყვეტია, როცა ეს ეხებათ ახალგაზრდებს, რომელთაც ცხოვრებაც აი ამ გადაწყვეტილებებზე კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული. რას ხედავ გამოსავალს? მე ალბათ მართლობითი სისტემის შეცვლაზე. ეს სისტემა თუ არ მოიშალა, ეს ცენტრალიზებული მე მგონია რომ არაფერი გვეშველება. შენ რას ფიქრობ, რა არის გამოსავალი? ხო, ან პირველ რიგში პარტია არ უნდა იყოს სახელმწიფო, ეხლა ესეა მოწყობილი და ამ პარტიის სამსახურშია ჩაყენებული. აი დმანისში 20,000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საჯარო სამსახურებია მხოლოდ დამსაქმებელი პლუს RMG პლუს 41% სოციალურად დაუცველი და ეს ამ ყველა ადამიანს და ამათ თავიანთი ოჯახები და სრულადაა ეს 20,000 კაცი მოცული ამ ადამიანებს თავისუფლება აქვთ, დაკარგული არჩევანი აქვთ, დაკარგული აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვთ დაკარგული და ეს ყველაფერი ხდება მე მთელი ცხოვრება ხდება არაჯანსაღი და რაღაც არაბუნებრივი ძალიან არაჯანსაღ მდგომარეობაში ვართ ჩავარდნელი აი იმის გამო რომ სახელმწიფო არის გადაკრცეული ანუ პარტია და ამიტომ არსად არ მიდის მხოლოდ ჩაკეტვისგან ერთადერთ ღირებულებად ეუბნებიან რომ არის შენი ოჯახი, შენი ოჯახის კეთილდღეობა, მე რა რომ სხვა ცუდად არის, თავარი შენი ოჯახი და ეს კეთილდღეობაც შეიძლება სულ რაღაც 300 ლარი არის 300 ლარი, ხო, და შენ აჯერებ თავს რომ კარგად ხარ, ეს 300 ლარი გირჩევნია გქონდეს, ვიდრე რაღაცა პრობლემები შეიქმნა შენი აქტიურობით. ხო, ახალგაზრდებს რაც
რაც შეეხება სკოლებში, ხო, სკოლებში რაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მიზნებში არის გაწერილი, იქ ამ მიზნებში წერია, რომ უნდა იყო აქტიური მოქალაქე, უნდა აკვირდებოდე ცხოვრებას და ცხოვრებისთვის უნდა ემზადებოდე და ეს დღეს სკოლებში არ ხდება. ყველანაირად ცდილობენ, რომ საგნები არ დაუკავშირონ ცხოვრებას, არ დაუკავშირონ კონტექსტს და ამიტომ ეს ახალგაზრდები მოწყვეტილი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებას, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური პარალელებს საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებენ. მხოლოდ და მხოლოდ სკოლაში სწავლება მიდის გამოცდებისთვის, რომ გამოცდა ჩააბარო და ეს ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ ემზადებიან და მით უმეტეს რომ არ ცხოვრობენ, არ ემზადებიან კი არც ცხოვრობენ და ჩემ მეუღლე არის პედაგოგი სკოლაში ხელოვნების და როცა ცდილობს რომ რაღაცნაირად ეს თავის საგანი ცხოვრებას და კონტექსტს დაუკავშიროს, სკოლაში ექნება პრობლემები. მშობლისგან, დამრიგებლისგან, დირექციისგან და ხელი ეშლება ისე ასწავლოს, როგორც უნდა ასწავლიდეს, როგორც ბავშვს ახალგაზრდას ამზადებდე ცხოვრებისთვის. ძალიან სამწუხაროა ლაშა, მე ცხადია ახლა არ მქონდა როცა აქ გეპატიჟებოდი იმის ილუზია რომ ამ პატარა 30 წუთიან ჩვენს პოდკასტში ბევრ თემას მიმოვიხილავდით. მე თუ მკითხავ ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ და ყველა მუნიციპალიტეტში შევძლოთ ჩასვლა და არა მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში. მუნიციპალურ ცენტრებში ცხოვრება კიდე განსხვავებულია სოფლებში და მუნიციპალურ ცენტრს მოწყვეტილ შორს მყოფ სოფლებში კიდე უფრო მეტად ადამიანების ყოფა და ახალგაზრდების ყოფა. მე მგონია რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ რაღაცნაირად ამ ადამიანებამდე ჩავიდეთ. ყველა მუნიციპალიტეტში და რაც მეც სოფელს მოვიცავთ მით უკეთესი იმისთვის რომ რაღაცნაირად გავააქტიუროთ ეს თემები. გავააქტიუროთ იმისათვის რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტებმა გაიგონ რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის არ აქვს მნიშვნელობა წინა ხელისუფლების დროს ყოფი პარტია იქნება დღეს არსებული თუ ვინ რომ ეს სისტემა ასე არ უნდა დარჩეს და თუ ეს სისტემა ვერ მოგვარდება ვერანაირი პრობლემა ამ ქვეყანაში და ამისათვის დავიწყეთ რეალურად ეს პოდკასტებიც ჩვენ რომ რაღაცა ბიძგი მივცეთ დისკუსიების დაწყებას, ბიძგი მივცეთ უფრო სიღრმისეულ რაღაცა გაანალიზებას იმ პრობლემების რაშიც ვართ. და ამისათვის მგონია რომ ძალიან ბევრია სამუშაო ჩვენს რეგიონებშიც რომ ადგილობრივმა ადამიანებმა უფრო მეტად შეძლონ რაღაცა მხარდამჭერები იპოვონ ერთი და შეძლონ ლაპარაკი საკუთარ პრობლემებზე, საკუთარ საჭიროებებზე და მოითხოვონ აი ამ პრობლემების გადაწყვეტა უფრო ხმამაღლად და უფრო მძლავრად. მადლობა რომ მოხვედი. ალბათ ჩვენ დავასრულებთ ამით ჩვენ პოდკასტებს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ბევრია სალაპარაკო და ვერ მოვასწარით ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ იმედი ვიქონიოთ რომ გავაგრძელებთ. თუ ცხადია, რა ვიცი, კიდევ უფრო მეტად არ გაიზრდება წნეხი ჩვენ ტიპის ორგანიზაციებზე, სამოქალაქო ჯგუფებზე, აქტივისტებზე და მთლიანად არ მოსპობენ შანსს ასე დამოუკიდებლად აკეთო ადამიანმა საქმე, რომელსაც მიიჩნევს სწორად და საჭიროდ. დიდი მადლობა შენ და დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ გვეყურა და იმედია რაღაცა ახალიც გაიგო, იმიტომ რომ ლაშას აშკარად ქონდა საინტერესო кейსები ამ გადაცემაში. მადლობა თქვენ, გვეყურეთ, დაალაიქეთ, გააზიარეთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ ნახოს ის, რაზეც ჩვენ აქ საუბრობდით.